სანამ ბაზალეთის ბრძოლა შედგებოდა, მაქამდე ზურა ერისთავმა ის მიმავალი გზა, სადაც გიორგი სააკაძეს უნდა გამოევლო, წყლით დაასვლა, სულ აატალახა, რათა მტრის ჯარი, ანუ მოურავის ჯარი იქ ჩაფლულიყო და მე ადვილად დაამარცხებდნენ. მაგრამ სააკაძემ გზები იცოდა და აუარა, ისე რომ ალახში არ ჩაეფლა. შემდეგ, როდესაც უკვე მიუახლოვდნენ ერთმანეთს ეს ორი არმია, გიორგი სააკაძეს სურდა თეიმურასთან პირისპირ შებრძოლება, აინტერესებდა მასზე უმცროსი მეფე როგორი ბრძოდა და დაამარცხებდა თუ არა და ახლა ზურაბ ერისთავმა უთხრა მერე მეფეს, რომ მეფის წინაშე უნდა იბრძოდეს და არა კი მასზე დაბალ მსახურის წინაშე და ამიტომ ჩააცვეს ერთ-ერთ კახელ ბიჭს მეფის ტანისამოსი და გაიყვანეს ერთიარზე საბრძოლველად. სააკაძემ, როდესაც იგი დაამარცხა და მერე მიხვდა, რომ იგი მეფე არ იყო, ძალიან დაღონდაო, დაიღალა და ეს გახდა ამ ბრძოლის წაგების მიზეზია და გაეშურა ოსმალეთში. ახლა კიდე ზურაბ ერისთავის ისტორია როგორ დასრულდა. შთააგონეს ისევ თეიმურას, რომ ზურაბ ერისთავს უკვე მეფე მოკლული ყავსო, სვიმონ მეორეო და შენც არ მოკლასო, საშიში კაცი არისო. ვერაგულად მიიწვიეს ნადიმზე, მოკლეს, მოჰკვეთეს თავი და გაუგზავნეს შაჰს. ეგ ჩვენ მოვკალეთ ის კაცი, ვინც შენი ერთგული სვიმონ მეორე მეფე მოკლესო და ასე მოიპოვა შაჰის ნდობა. ძალიან საინტერესო წიგნი გამოდის ქართველთა ბრძოლების შესახებ. ეს მეორე ნაწილი, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იყიდოთ, მომწეროთ პირადში და გადმოგიგზავნით ელფოსტაზე. ვერ მოვისვენე და ბაზალეთის ბრძოლას ბოლომდე ჩავეძიე და მივედი ფარსადან გორგიჯანიძემდე, რომელიც იმ პერიოდის ისტორიკოსი არის და ჩემი აზრით ყველაზე ზუსტად ის აღწერს რა.